გასული კვირის ნიუსებით თქვენს წინაშეა ნიუს ოდისეა. ვეცდებით მოგიყვეთ საინტერესო ამბები კინოინდუსტრიიდან, ახლად გამოსულ ტრეილერებზე კინოსა და გეიმინგ ინდუსტრიაში და ასევე ფილმებზე, რომლებიც ნახვაც უკვე ჩვენს კინოთეატრებში შეგიძლიათ. მოეწყოთ კარგად და დავიწყოთ. Freaking out, I need a DDI. I know you see me, yeah. Why you so greedy? Ay, I know you won't be me, yeah. Why you so needy? Ay. მოკლედ შევეხოთ ახლად ჩავლილ ემის 2025 წლის დაჯილდოებას და გეტყვით, რომ სრული ფურორი ჩაიარა სატირულმა სერიალმა კინოსტუდიამ Apple-ისგან. სერიალი მართლა ძალიან კაი გამოვიდა, ურიც ვარსკვლავთან ერთად. მან არც მეტი, არც ნაკლები 13 პრემიის მოგება მოახერხა. მათ შორის საუკეთესო კომედიური სერიალისა და რა გასაკვირია, ამ ჟანრში რეკორდსმენი გახდა, როგორც ერთ დაჯილდოებაზე აღებული ჯილდოების რაოდენობით. მათზე ოდნავ ნაკლები 9 ჯილდო კი აიღო სერიალმა გარდატეხის ასაკი. მათ შორის ჯილდო როგორც საუკეთესო მინი სერიალი, ასევე განსაკუთრებული გამოხმაურება დაიმსახურა სცენარმა. ოუენ კუპერმა კი 15 წლის ასაკში აიღო ემი და ამით გახდა ყველაზე ახალგაზრდა ემის ლაურეატი. საუკეთესო დრამატული სერიალის პრიზი დაიმსახურა სამედიცინო სტილისტიკის სერიალმა პიტ HBO-სგან და ასევე სერიაში მთავარი როლის შემსრულებელმა ნოა ვაილიმ მიიღო საუკეთესო დრამატული მსახიობის ჯილდო, ხოლო მეორე ხარისხოვანი აიღო კეტრინ ლამასა. სულ ჯამში კი სერიალმა 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. ერთადერთი რაზეც გული დამწყდა იყო კოლინ ფარელის ესე უყურადღებოდ დატოვება. არაჩვეულებრივი შესრულების მიღმა ამდენი წვალება მაინც დაეფასებინათ, რომ ყველა გადაღების წინ ვიზუალურად პინგვინს რომ დამსგავსებოდა საათობით გრიმის კეთება, არ ვიცი, ნამდვილად არ არის სუსტი ნებისყოფის ადამიანების გამოწვევა. მაგრამ რას ვიზავთ? სამაგეროდ მისმა კოლეგამ კრისტინა მილიოტიმ აიღო ემი როგორც საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი მინი სერიალში. საუკეთესო რეჟისურა აიღო სერიალმა ნელი ცხენები გარი ოლდმენით მთავარ როლში, რომელმაც აღნიშნულ დაჯილდოებას პატივი დასძო თავისი დასწრებითაც. არ მინახავს მართლა აღნიშნული სერიალი და არც ვიცოდი რაღა დავმალო და ტრეილერის ნახვის მერე ალბათ პირველი იქნება, რასაც დავიწყებ, იმიტომ რომ გარი ოლდმენის პერსონაჟი, უბრალოდ უნდა ნახოთ. თუ ამ გარდასაყვით შეიძლება ცუდად ითამაშოს. თან ისეც მიმაგრებს ზურგს, რომ როგორც მინიმუმ რეჟისურა კარგი იქნება. გარდაიცვალა ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი კაშკაშა ვარსკვლავი რობერტ რედფორდი. რობერტი მიუხედავად თავისი ზექარიზმატულობისა და მომხიბვლელი გარეგნობის ასევე იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი, ვინც კი მდგარა კარმერის ორივე მხარეს. მას აქვს მიღებული ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის ფილმში ჩვეულებრივი ადამიანები და უამრავი ჯილდო როგორც მსახიობს. ვისაც არ გაქვთ ანახი, ჩემი უდიდესი რეკომენდაცია უყურეთ ალბათ რა ვიცი ლეგენდარულ დუეტს კინოეკრანებზე. რობერტ რედფორდს და პოლ ნიუმანს ბუჩ კესედისა და სანდენს კიდში და ასევე აფიორაში. ეს უბრალოდ რაღაც უდიდესი სიამოვნება. ამ ფილმების ყურებისას ხვდები რატომაა კინემატოგრაფია დღეს იქ, სადაც არის და რამ შეაყვარა ხალხს ესე ძალიან. გარდაცვალების მომენტში უდიდესი მსახიობს და რეჟისორს 99 წელი უსრულდებოდა. ოჯახის წევრების თქმით, ის გარდაიცვალა იუტას მთებში, ძილში სრულ სიმშვიდესა თავის საყვარელ ადამიანების გარემოცვაში. მშვიდობით ლეგენდა. დაირხა ჭორები, რომ ჰარი პოტერის რიმეიკში ვოლდემორტის როლი შეიძლება თვით კილიან მერფიმ შეასრულოს. თითქოს ჩამოყალიბდა სტანდარტი, რომ დიადი ვოლდემორტის თვით სალაზარ სლიზერინის შთამომავლის როლი უნდა შეასრულოს ძლიერმა დრამატულმა მსახიობმა. რალფ ვაინსის დადებული სტანდარტის შემდეგ თითქოს უფრო ნაკლები კალიბრის მსახიობი ვერ მოირგებს ამ როლს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ ჭორებია, რადგან ერთ-ერთ პოდკასტზე თვით კილიანმა უარყო ეს ინფორმაცია. მან განაცხადა, რომ მისმა შვილებმა მოუყვეს ამის შესახებ ინტერნეტში წაკითხვის შემდეგ, რითაც ისინი უბედნიერესები იყვნენ და კილიანი ვერ ხვდებოდა როგორ აეხსნა მათთვის, ის რომ მას არც კი შეხმიანებიან ჯერ სტუდიიდან. მაგრამ როგორც იტყვიან, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო. გამოვიდა ტრეილერი ფილმისა გახლეჩვა. არაჩვეულებრივი დუეტით მთავარ როლებში ბენ აფლეკისა და მეტ დეიმონის სახით. პირველივე კადრებიდან იკითხება, რომ ჟანრის კლასიკას მივიღეთ. დაძაბული თრილერი, პოლიციური ინტრიგები და ეს
საერთოდაც არაა ცუდი თუ კარგათაა შესრულებული. არაჩვეულებრივად იყურება კიდევაც იგივე სიკარიოს მოვიყვანდი მაგალითზე. სიუჟეტურად სადღაც მაგწყლებში ვართ. პოლიცია შემთხვევით პოულობს არასწორი ინფორმაციის საფუძველზე $300,000 ნაცვლად $20 მილიონ პლუს ცეცხლსროლ იარაღებსა და როგორც ირკვევა დიდ პრობლემებს თავის თავზე. რადგან 300,000-ის მომკითხავი და 20 მილიონის მომკითხავი სხვადასხვა კრიმინალური ლიგიდან გამოდიან. რა თქმა უნდა, იწყება განხეთქილება გუნდში, განსაკუთრებით მის მერე, რაც ხორციელდება ანონიმური ზარე, სადაც ურჩევენ დატოვონ ყველაფერი, თუ სიკვდილი არ უნდა და ამ ყველაფრისთვის მათ 9 საათს აძლევენ. დაძაბულობა კულმინაციას აღწევს, როცა ჩდება საკმაოდ რაციონალური კითხვა, რომ საერთოდ ხომ არ მივისაკუთროთ ეს თანხა. გონი რაღაცა კარგს მივიღებთ. როგორც იქნა BioShock-ის გარშემოც დაიძრა ხმები, თან Netflix-ის ბანაკიდან. პროექტის პროდიუსერმა როი ლიმ დაადასტურა, რომ ფილმის სიუჟეტი თამაშის პირველ ნაწილზე დაყრდნობით გამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგვიწევს მოგზაურობა წყალქვეშა სამყარო აღტაცებაში. რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი მამიკოებისა და პატარა დაიკოების გარდა თვით ენდრიუ რაიანსაც გავიცნობთ. თითქოს BioShock-ის მოყვარულებს აღარაფერი ჭირდებოდათ საზეიმოდ, მაგრამ ეგრე იოლადაც არაა. პროდიუსერმა აქვე დასძინა, რომ მუშაობაში ჩაშვების თარიღი ზუსტად ვერ დასახელდება. სცენარის ჯერ კიდევ დაუსრულებლობის და რეჟისორის ფრენსის ლოურენსის დაკავებულობის გამო, რომელიც ამ წამს ახალ შიმშილის თამაშებს იღებს. ამიტომ პროექტი დროებით ესე ვთქვათ გაყინულ მდგომარეობაში იქნება. CD Projekt Red აგრძელებს Cyberpunk 2077-ის მხარდაჭერას, მიუხედავად აქტუალური მუშაობისა მეოთხე Witcher-სა და Cyberpunk-ის სიკველზე. სტუდიამ გამოუშვა ახალი პატჩი, რომელიც რიგი პრობლემების მოსაგვარებლადაა მოწოდებული. ყველაზე დიდი განახლება დაეტყობა ავტოპილოტს. ავტომობილი უკვე აულის გვერდს დაპარკინგებულ მანქანებს, კორექტულად იმოქმედებს შუქნიშნებზე და უმოკლესი ტრაექტორიით იმოძრავებს დანიშნულების წერტილამდე. ასევე ბაგები გაასწორებს როგორც NPC-ის მოქმედებებს, ასევე მისიებში, გაასწორდება გრაფიკა, მოკლედ იდეალამდე ამდენი წლის მერეც კი ვერ მიიყვანეს Cyberpunk-ი არადა ეს ლაფსუსები, რომლებიც რა თქმა უნდა გაკარგვინებს განწყობას, მართლაც საუცხოო თამაშია. კინოთეატრებში გადის ფილმი დედაჩემის ქორწილი. არაჩვეულებრივ ქალთა სამსახიობო კოლექტივი თვითონ ფილმით საკმაოდ ლამაზადაა გადაღებული და ოპერატორული ნამუშევარიც მომნოსხელია. მაგრამ სამწუხაროდ აქ თავდება ყველაფერი, რაც შემიძლია აღნიშნულ ფილმზე დადებითად თქვა. რეჟისურა საერთოდ აცდენილი, სცენარი გაუგებარი მოტივით. თანამედროვე ტენდენციებში ცაძირული და უბრალოდ იქვე დაკარგული სიუჟეტი. მესმის. ძალიან ბევრი ფილმი გვხვდება უკვე, რომლებიც თითქოს და უფრო ქალთა აუდიტორიაზეა გათვლილი, სადაც მამაკაცების სრულ გულის ამრევ მასკულანურ კრეტინებად არიან გამოყვანილები, ან ყველანაირ მამაკაცურ იერს მოკლებული კარგი ბიჭები, რომლებიც იმისთვის ცხოვრობენ, რომ ძაღლები თვალებში უყურონ თავიანთ პარტნიორებს და აი ამ სრულ არაჯანსაღ და რეალურად არ არსებულ მოცემულობას სადღაც მივეჩვიეთ კიდევაც. მაგრამ აქ კიდევ უფრო შორს წავიდნენ. იმ სხვა ფილმებში თუ ქალის პერსონაჟი მაინცაა ძლიერი და მისაბაზი, რაც ერთის მხრივ კაი ახალგაზრდა გოგონებისთვის სწორად სწავლობენ თავის ფას და ღირებულებას საზოგადოების წინაშე. აქ თითქოს და ჭყალებში კარგი პერსონაჟებიც ყველანაირად მიუღებლები არიან. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ერთია და სრულად აღვირახსნელი ცხოვრებით რომ ცხოვრობს ეგ არაფერი. პლუს აპირებს საყვარელი გახდეს, აი ზუსტად ამ სტატუსით ცოლიანი კაცის და დედის ქორწილში მოყავს ეს ადამიანი, რომ დედის კურთხევა მიიღოს და ამ ქორწილშივე უკვე სხვას ესე ვთქვათ უჟუჟუნებს თვალებს. მეორეა და ქმარზე გებულობს რომ ღალატობს და თან ეს ღალატი უტრირებულია მაქსიმალურად, ანუ აი გეტეროსექსუალიზმით რომ არ იფარგლება. და იმის მაგივრად რომ ასეთი რაღაცა ყველანაირ ზღვარსაა გაცდენილი, აღნიშნული პერსონაჟი ფიქრობს ხომ არ აპატიოს ბავშვების ხათრით, აი ზუსტად იმ ბავშვების, რომელთა სამზარეულოშიც დაკავდა მამა ღალატით. მესამეა და ყველანაირ დედობრივ ინსტინქტს წართმეული, რომელმაც გააჩინა ბავშვი და კარიერის გამო პირდაპირ მნიშვნელობით მიუგდო დაქალს. ჯერ თუ მამაკაცური კარიერისტობის გათამაშება უნდათ ყველაზე კარიერისტი მამაკაციც კი არ ტოვებს ესე შვილს მეგობრებთან, როცა ორი და დედა ყავდა. და ისეს დიდ ზღვაში გასვლიდან თუ ბრუნდება, მერე მაინც უთმობს დროს და არ ემალება და ოთახებში არ დადის.
მოკლედ ორი პერსონაჟი არის მამაკაცური კარგი და ესენი არიან დედის პირველი ქმრები. ესე ვთქვათ, ვისგანაც ყავს ეს გოგოები და აც გარდაცვლილები. და ფილმის ბოლოში მათაც ანულებენ. თან საფლავზე დედა უყვება რომ კარგით გოგოებო ესე ნუაღმერთეთ. აი შენთან რომ შეირდნობდა ხომ გახსოვს? შენ კი ან რა ინტერესები უბრალოდ ესე ვთქვათ პახმელიაზე იყო და ჰაერზე გასვლა უნდოდა. აი შენთან ყოფნა კი არ უნდოდა, თავისი მიზეზები ქონდა. მოკლედ ისედაც გამიგზელდა. აღნიშნულ ფილმს უწერ 10-დან 1-ს. ის ერთიც იმ შემთხვევაში თუ არც ქართული გესმი და არც ინგლისური და წახვალთ კინოში საკმაოდ ლამაზი ფილმია. აი რომ ვერ იფიქრებთ რაზეა და რა მესბოქს ატარებს ისეთი. სხვა მხრივ არც კინოში, არც სახლში არ ურჩევ არავის ყურებას. არაფერი აზრი ამ ფილმს არ მოაქვს და ჟანრობრივად უბრალოდ ზუსტადაც ეგეთი უნდა იყოს. არ ვიცი. ყველა მსჯელობა მესმის რომ სუბიექტურია, შეიძლება მე ვერ მივხვდი, სხვანაირად განვეწყვე, მე არ ვარ ის აუდიტორია, ვინც უნდა მივხვდარიყო. მოკლედ, თუ ვინმე სხვა შთაბეჭდილება დაგჩათ, პირიქით მიხარი, იმიტომ რომ ჩემსავი დრო კი არ დაკარგეთ, არამედ მიიღეთ სიამოვნება და კინოც ხომ ზუსტად მაგისთვისაა შექმნილი. დღეს ამით დავასრულოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო და გვალაიქეთ, თუ ზოგადად კონტენტი არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები და აბა მომავალ ვიდეობამდე. კარგად.